კამელიას ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს ნიკა მოგესალმები. ბოლოს როდესაც იყავი ჩვენი სტუდიის სტუმარი, იყავი რამდენიმე დღის ნაშიმში და საკმაოდ თქო დაძაბული ეთერი გამოგვივიდა და რამდენიმე მისაყვედურა რომ შიმშილობის დროს კაც რატომ იყავი ასეთი კრიტიკულიო. ამიტომ მოგესალმები. ეს კრიტიკა დარწმუნებული. კი ბატონო, რა თქმა უნდა, კრიტიკა არის კარგი საშუალება ვისაუბროთ ყველა იმ პრობლემურ თემაზე, რომელიც არსებობს. ყველა კითხვაზე პასუხი გავცე. კი ბატონო. პირველ რიგში დავიწყოთ თქვენს მიერ წარმოდგენილი გადაადგილებებით პარტიაში, სხვადასხვაგვარი შეფასება მოვისმინე, მათ შორის ის რომ მელია არის მაინც ახლებური ტიპის ლიდერი ამ პარტიისთვის, რომელსაც აქვს შესაძლებლობა სხვებთან მისვლის გაფართოების ახალი სახე აქვს, მეც ვემხრობი ამ პოზიციას, მაგრამ რატომ დასჭირდა, რატომ არ წარადგინა საკვანძო პოზიციებზე მის დაგვარი სახეები თუ გაფართოება არის ახლა ამ პარტიის ამოცანა, ამომრჩევლის და რიგების. დიდი მადლობა. პარტიის განახლებაზე, როდესაც ვსაუბრობ, პარტიის განახლებაში არ გულისხმობ მხოლოდ საკადრო ცვლილებებს და ახალ სახეებს. ამ პარტიაში ბევრი ახალი ადამიანი, ბევრი ენერგიული პროფესიონალი უკვე მოვიდა უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში და გაცილებით უფრო მეტი ადამიანი შემოგვიერთება, რაც მიმაჩნია საწინდარი გახდება მომავალი წარმატებებისა და აქ გულისხმობ როგორც ახალი თაობის წარმომადგენლებს, ასევე გამოცდილი პროფესიონალი ადამიანები ყავს მხედველობაში. თუ თქვენ გულისხმობთ გენერალური მდივნისა და პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის პოზიციებს, ეს არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკვანძო პოზიციები, სადაც მე ვთვლი მეგობრებთან ერთად, რომ პოლიტიკური გამოცდილების მქონე ადამიანები უნდა იყვნენ იქ წარმოდგენილნი. სხვა საკითხია, რომ ამ უკანასკნელი წლების განმავლობაში ეს პოზიციები უბრალოდ არ იყო ათვისებული და ეს დეფექტი რბილად რო ვთქვათ, ჰქონდა ჩვენ და სტრუქტურული გამართულობის გარეშე, აწყობილი ინფრასტრუქტურის გარეშე შენ სტრატეგიასაც ვერ დასახავ ისეც, როგორცაც ვისურვებდით. ამიტომ ერთი მეორესთან არის ძალიან მჭიდრო კავშირი. ძალიან გასაგებად რო ვთქვა, ვაკეთებ ახლა იმას მეგობრებთან ერთად, კოლეგებთან ერთად, რის გაკეთებაზე მსურდა შარშან დაახლოებით ამ დროს. მაგრამ სამწუხაროდ დაწყებული იყო პროცესი, მაგრამ შენი პატიმრობა იყო, ხომ? რაც ამაჩემ სამი თვის ვადით აღმოჩნდი. იქ სადაც აღმოჩნდიან ნამდვილად დიდი სიამოვნებით არ ვიხსენებ ამ პერიოდს, ამ გამოსვლისთანავე იყო საარჩევნო კამპანიის შემდეგ სამწუხაროდ უკვე მიხეილ სააკაშვილი აღმოჩნდა ტყვეობაში, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, ჩემი მცდელობა რას ემსახურება, ისეთ პარტიას უნდა ჰქონდეს ცენტრალური ხაზი, გეგმა და სტრატეგია და რაც არ უნდა მოხდეს ჩვენს გარშემო და პარტიაში ამ ხაზს და ამ სტრატეგიას და ამ გეგმას არ უნდა გადავუხვიოთ. ქართულმა ოცნებამ, ქართულმა ოცნებამ საჯარო სივრცე დაუთმო თავიდან ბოლომდე დევნას, სისხლისამართლებლივ დევნას. თქვენი მაყურებლები პრაქტიკულად ზედმიწევნით კარგად ერკვევიან სისხლისამართლის საპროცესო კოდექსში, სხვადასხვა კოდექსებში და იურიდიული ტერმინოლოგია. სხვათა შორის Facebook-ზე ხუმრობდნენ TBC-ის საქმე რო დასრულდა, ახლა ახალი საქმე გვჭირდება სასწრაფოდ, ემან რეალურ პრობლემებზე არ კონცენტრირდება. მასიურად დიანა, აი ძვირფას მაყურებელმა თქვენმა განსაჯოს, ამდენად სწორად აქვს ეს პრობლემა დანახული თუ არა. მასობრივად თქვენმა მაყურებელმა, არა მხოლოდ თქვენმა მაყურებელმა იცის იურიდიული ტერმინოლოგია, მაგალითად, აღკვეთი ღონისძიების სახეობები, ზედმიწევნით კარგად, სხვადასხვა ტიპის თავარი მუხლები, რომელსაც იყენებენ. კოდექსებში გაერკვა. გადატრიალების მუხლი იცის ყველამ რომელია. ეს არ არის ნორმალური. ნაცვლად იმისა, რომ თქვენმა მაყურებელს ბევრი სხვა ტერმინი იცოდეს, ბევრ სხვა საკითხებზე გქონდეს შესაძლებლობა ჩვენ ვილაპარაკოთ, იგივე სოციალური და ეკონომიკური მიმართულებით, იგივე მომავალზე ორიენტირებული საკითხებით იყოს გაჯერებული. ამით რას ამბობ, რომ პოლიტიკური დევნა არის იმისთვის, რომ გადაიტანონ ამ მიმართულებით ყურადღება? რა თქმა უნდა, მათ შორის იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი, ვიცნობ ასეთ ადამიანებს, ასეთი პარტიის წევრები, ამორჩევლები, უცხო ადამიანები, ანუ უახლოეს წარსულიდან მოყოლებული დღემდე ამაზე ხო ვსაუბრობ და ისინი ძალიან გულშემატკივრობენ ჩვენ, ძალიან წუხან
რომ პოლიტიკური დევნა ყვავის ამ ქვეყანაში და ამ წუთის მდგომარეობით ის რომ მიხეილ სააკაშვილი არის ტყვეობაში ღელავენ ნამდვილად განიცდიან, მაგრამ და ალბათ ფიქრობენ რომ ეს არ არის კარგი დრო რაღაც პარტიული მშენებლობის ალბათ. არა, მაგრამ არა სხვა რაღაც სხვა პირიქით. მაგრამ ასევე ძალიან განიცდიან მათყოფაზე. რაზეც აღარ ვსაუბრობთ. გესმით? და მე ვთქვი რომ მექნება შტაბ-ეჭდილება და მე ვფიქრობ რომ არ ვწდები, მე მაქვს უფლება თქვა ჩემი წვენიდან გამომდინარე ის ასაც ხედავ ველზე და ვცდილობ ვიყო აქტიური პოლიტიკურ ველზე და მქონდეს შეხვედრა სხვა ტიპისა და გემოვნების მოქალაქეებთან. ჩვენ მაჯის საზოგადოების გარკვეული ნაწილის მაჯისემისგან ხელი გაგვექცა და ავწდით მათ რეალურ საჭიროებებს და ვცდილობ რომ უბრალოდ პოლიტიკურმა პარტიამ საკუთარი ხედვა დააკორექტიროს და სტრატეგია შეიმუშაოს იმ დაგვარი რომელიც ჩვენ ბევრ ახალ ადამიანთან მიგვიყვანს კიდევ უფრო კონკრეტულად რო გითხრათ და გნებავთ ეს ახლა აღიარებად ჩამითვალეთ გნებავთ უბრალოდ ზედმეტად გულწრფელ ნათქვამში მაგრამ ვფიქრობ ეს არის 2x2 4 ამ ქვეყანაში ამ ქალაქში სხვა მსხვილ ქალაქებშიც ცხოვრობს ბევრი ნაციონალური მოძრაობის ამორჩეველი, ბევრი ქართული ოცნების ამორჩეველი, ამას დამატებული ის ხმები, რომელსაც ისინი არ იმსახურებენ, მაგრამ ასევე ძალიან ბევრი, უბრალოდ ბევრი არა, ის იმ ტიპის ამორჩევლები და მოქალაქეები, რომლებსაც არც ერთი უნდა აღარ უნდა ქართული ოცნება, მაგრამ არც ნაციონალური მოძრაობისკენაც მიუწევს და ფიქრობ რომ რამე ისეც იზამთ რომ ამ ადამიანების გულს მესამე აი ხა დავამთავრებ ეხლა მადლობა შეგიძლიათ აი ამ მესამე კატეგორიაში არის ძალიან ბევრი ადამიანი ამიტომ კატეგორიებად დავყო ეხლა მოსახლეობა უბრალოდ ამორჩევლების კატეგორიას გეუბნები ბევრი ადამიანი საერთოდ ვერ ხედავს გამოსავალს და არათუ ქართულ ნაციონალურ მოძრაობაში ვერ ხედავს მომავალს ვერც პოლიტიკურ ოპოზიციურ პარტიაში ამიტომ ვფიქრობ რომ ამ საზოგადოებრივ ჯგუფებთან აქტიური მუშაობა საჭირო დიანა ის რაც იყო ნაციონალური მოძრაობისთვის პროგრესული ის რაც ნამდვილად იყო წარმატებული და კარგი 2003 წელს 2004 წელს არ ნიშნავს რომ აუცილებლად პროგრესული და წარმატებული და კარგია 2022 წელს თაობები შეიცვალა გესმით თაობები შეიცვალა დაახლოებით 500,000 ახალი ამორჩეველი შეიძინა უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში ქვეყანა და ჩვენბოდი თქვენ გუშინობთ რომ 40,000 ამორჩეველი ემატება დაახლოებით ყოველ წელს 500,000-მდეა ხო და რას უსმენს ის ახალგაზრდა თაობა რომელსაც არც კარგი ახსოვს ჩვენი ხელისუფლების და არც ცუდი მაგრამ რა თქმა უნდა ჩვენ ვცდილობთ რომ ჩვენ მონაპოვოზე ჩვენ წარმატებებზე ვისაუბროთ და ასევე არ გავურბივართ არც ერთი ჩვენი პარტიის ლიდერი საუბარს იმ ნაკლოვანებზე რომელიც ხონდა მაგრამ ფაქტი ხომ ერთია ქართული ოცნების პროპაგანდის მეშვეობით და ქართული ოცნების მიერ წარმოებული პოლიტიკის მეშვეობით ახალი თაობის წარმომადგენლები 24 საათის განმავლობაში უსმენენ დაიჭერენ მაგალითად სააკაშვილს დაიჭერენ მელიას, უგულავას, ხაზარაძეს, ჯაფარიძეს, წერეთელს, გვარამიას თუ არ დაიჭერენ, რო დაიჭერენ ამდენ ხანში გაათავისუფლებენ, რასაც დააკისრებენ, ანუ ოცნება თავად ქმნის იმ ტიპის წესრიგს, როდესაც თქვენ რეალური პრობლემები და ყურადღება გადაგაქვთ. ეს არის ის რაც აწყობს ქართულ ოცნებას, რაც პარადოქსალურად ჟღერდეს, მაგრამ რის თქმა მინდა ხალხო ეს არის ის ახლა მიუხვდით ამას არა რატო მე პირველად არ ვამბობ ამას უბრალოდ ახლა დადგა დრო რომ მიუხედავად ამაზე მძიმე გამოწვევისა რასაც პოლიტიკური მართლმსაჯულება ქვია ჩვენ უნდა ვიპოვოთ ძალა და რესურსი პარალელურად ახალი ადამიანები ვიპოვოთ და მათთან მივიდეთ და ავუხსნათ და დავარწმუნოთ რატომ იქნება ნაციონალური მოძრაობა ბევრად უკეთესი ძალა სხვადასხვა ფორმაციაში მოსული ხელისუფლებაში ვიდრე ქართული ოცნება ნიკა თქვენ ძალიან სტაბილური და მყარი ამომრჩეველი ყავთ ოცნებასაც ყავს თავისი ამომრჩეველი იქ პლუს მინუს ეს თქვათ აი ამ საარჩევნო манипуляციებით დამატებულს იქეთ ყავს თავისი ამომრჩეველი თქვენ ყავთ თქვენი მყარი ამომრჩეველი ძალიან სტაბილური ამდენი წელი მოყვებათ. ანუ ფიქრობთ რომ ის რესურსი, რომელსაც იმ ადამიანებს შორის, რომელსაც არც ნაციონალური მოძრაობა უნდა, არც ქართული ოცნება, იმათ სხვა პარტიებმა კი არ უნდა იმუშაონ,
ისიც თქვენ შეგიძლიათ წაიყვანოთ? ჯეთიც არასწორი მიგნებაა, როდესაც ვამბობთ, რომ ნაციონალურ მოძრაობას ყავს სტაბილური კამპანია, ყავს, მაგრამ არასაკმარისად სტაბილური. ნაციონალურ შემთხვევაში საარჩევნო კამპანიას, თუნდაც იმ გარემოში, რა გარემოშიც ჩვენ ვართ იძულებული რომ მივიღოთ ხოლმე მონაწილეობა, რაც ექნებოდა. მაშინ თქვენ ისიც მაგინდათ, რომ ჩაატარებ კამპანიას ივლი ტელეეთერებში, მოსახლეობაში შეხვედრა 30% მუდმივად მოხდება. გამოდიეთ, ეხლა წელიწადში იბადება დაახლოებით 50,000 ახალი ადამიანი, ბავშვი, შესაბამისად 50,000-მდე ახალი ამომრჩეველი ყავს, რომელიც წელში 17 წლისაა, მაგრამ მომავალ 18 წელს ხდება და სამწუხაროდ წელიწადში 50,000 საქართველოს მოქალაქე საქართველოში მიდის. ანუ წარმოგიდგენთ, შეიცვალა ამომრჩევლის ბაზა შეცვლილია. სწორად გამიგეთ, ასე არ არის რომ იცით ამორჩეველი დამოკიდებულებას არჩევნებიდან არჩევნებამდე არ ცვლიდეს და მე მინდა დაგარწმუნოთ და გითხრათ ხარია მოკლედ სამუშაო არის ფუნდა როგორ არა ხარი არის, მაგრამ ეს არის საფუძველი და ამ საფუძველზე არის დაშენებული შრომისა და მუშაობის შედეგად ბევრი რამ და შეიძლება ეს არ ჩანს გარედან ნაციონალურ მოძრაობას შეიძინა ბევრი სხვადასხვა კატეგორიისა და გემოვნების ამორჩეველიც პირდაპირ გემოვნებით ბევრი სხვადასხვანაირია მინდა გიშალათ მუშაობა ქართულმა ოცნებამ რომელიც მუდმივად იმ ტიპის პრობლემებს ქმნის რომ ამისთვის არ ძალიათ აი მიხეილ სააკაშვილზე ხო იცით თავად ამბობდა ვთქვათ იხსენებენ რომ აიო მეო რამდენი ამორჩეველიც ყავსო იმათი ნახევრისთვის ხელი მაქვს ჩამორთმეული და ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მოძრავი პოლიტიკოსი იყო და პერსონალურად ხდებოდა კი ბატონო ანუ რას ვამბობ რაღაც ამ ეს სტილი აკლია დღეს ეს პარტიასაც და ქართულ პოლიტიკას ჩვენ პარტიას ევალება გაცილებით მეტი და აგიხსნით ახლა რატომ ევალება იცით სამწუხაროდ ამ წუთის მდგომარეობით და ჩვენ ყველანაირად გულშემატკივრობთ საქმიანათაც ადამიანურადაც კოლეგიალურადაც ჩვენს პარტნიორ პოლიტიკურ პარტიებს და მიმაჩნია რომ მომავალი ამ ქვეყნისა და სახელმწიფოს არის მრავალფეროვნებაში და არც ერთ შემთხვევაში ხაზი მინდა გავუსვა არც ერთ შემთხვევაში ერთპარტიულ მმართველობაში ამას გეუბნებით მე პარტია ნაციონალურ მოძრაობის თავმჯდომარე მაგრამ ამ სახელმწიფოს სჭირდება მრავალფეროვნება და რეალობა რა გვაქვს ჩვენ კიდევ უფრო მეტად უნდა გავიზარდოთ პარტია ნაციონალურ მოძრაობა კიდევ უფრო მეტად დაახლოებით 10%-იანი ზრდა უნდა დაფიქსირდეს მიუხედავად იმისა რა ტიპის არჩევნებს ჩაგვიტარეს უნდა დაფიქსირდეს იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ რომ სხვა ჩვენს კოლეგა პარტნიორებს ჯერჯერობით არ აქვთ ის შესაძლებლობა რომ მათ გაიზარდონ ელექტორალური მხარდაჭერა ამიტომ ეხლა ჩვენ თუ დავტკბებით მონაპოვარით იქნება ცნარი დამოკიდებულება იმისათვის რომ გაზარდოს შენ მხარდაჭერა რა არის საჭირო იყო ერთი უფრო თანმიმდევრული, ბევრად თანმიმდევრული სტრატეგიაში სერიოზული კორექტირება იქნება შეტანილი და ეს ყველაფერი გააგებიო საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს რომ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე პირველივე წელიწადს მაგალითად რას გააკეთებ და როგორ გააკეთებ როგორ ხედავ ეკონომიკურ განვითარებას რამდენი მილიონი მილიარდი დოლარისა და თუ ლარის ინვესტიციის მოზიდვას გეგმავ შენი ხედვით ხო 2 წელიწადში რამდენი სამუშაო ადგილი შეიქმნება 3 წელიწადში რამდენი ადგილი შეიქმნება ანუ ცხადად ანუ ხელშესახებად უნდა დაარწმუნო იმიტომ მე ეჭვი მეპარება აქ რომელიმე პოლიტიკოსი მოვიდეს და თავის თავზე ილაპარაკოს რომ ისინი არ არიან ღირსები ხელისუფლებაში მოსვლის პირიქით მგონია ხო მაგრამ სხვა საკითხია რამდენად დაგვიჯერებს ჩვენ საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი. თქვენ რომ საზოგადოება დაგიჯეროთ, უნდა იყოს თანმიმდევრულობა, რომ პრობლემა თქვენ თავად ყვებოდით. მე მაქვს დიახაც, მეგობრებთან ერთად ჯანსაღი ამბიცია. წინა შემთხვევაში ხა იცით რა, შენ რისის გჯერა და რა ხედვაც გაქვს იმას თუ არ აკეთებ, მოსჯილი ხო არა მაქვს ხა მე პარტიის თავმჯდომარეობა, მაგალითად, ან პარტიული ცხოვრება. მე ამ პარტიაში მე პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობით ხედავ მე პირობას დებთ რომ თქვენ როგორც თავმჯდომარე მაგალითად გაზრდით 10% დამომრჩეველს არა სხვა აუცილებლად ამ მიმართულებით უნდა ვიაროთ და გაზრდილია მეთქი მნიშვნელოვნად გეუბნებით გაზრდილი არის მაგრამ ნუ გითხარით ეხა დროში სამწუხაროდ რეფორმების გატარება შეყოვდა ბევრი სუბიექტური და ობიექტური მიზეზების გათვალისწინებით კი ბატონო ეხა მინდა დავსვათ მე ვერ ხედავ ამ პარტიის განვითარების თეორიულ შანსსაც კი მასიურად ახალგაზრდების პარტიაში მოზიდვის გარეშე ვერ ხედავ. ვერ რომ არც ახალგაზრდული მოძრაობა გაქვთ, რაღაც მარტო სახში ასე გამოიყურებოდით პარტიაში. ახლა იქნება ახალგაზრდული მოძრაობა სტრუქტურირებული, ორგანიზებული, ერთეული,
რომელიც არ ყავდა და ესეც უცნაურია, ხო პარტიას კონდეს ამბიცია მოვიდეს ხელისუფლებაში და არ ყავდეს ენერგიული ახალგაზრდული გუნდი, 2-3 თვეში მაქსიმუმ ჩვენ გვექნება საინტერესო დიდი ყრილობა ახალგაზრდული ფრთის, სადაც მხოლოდ ახალგაზრდები მიიღებენ მონაწილეობას და წარუდგენ საზოგადოებას ბევრ წარმატებულ, შეიძლება ამ ეტაპისთვის უცნობ ფართო საზოგადოებისთვის ახალგაზრდებს, რაც განსაკვირი ნამდვილად არა, ვინაიდან მათ ჯერ გრძელი ცხოვრებისეული დისტანცია არ დაფარეს, მაგრამ ეს ადამიანები იქნებიან მე მჯერა მომავალი პოლიტიკური ქართული სისტემისა. მაგრამ არა მხოლოდ ახალგაზრდებს, რომელსაც ველოდებით გავხსენით ოფისი მელიქიშვილის 27 ნომერში და ველოდებით ყველა დაინტერესებულ ახალგაზრდას მელიქიშვილის 27 ნომერში. ვინაიდან ჯერა, მართლაც ჯერა გამოცდილება არის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური პარტიისთვის, ეს არის მთავარი კაპიტალი, რატომღაც საქართველოში მიაჩნიათ, რომ ერთხელ ნახელისუფლარ პარტიას შანსი არ უნდა მიეცეს მომავალში და არადა დასავლურ განვითარებულ დემოკრატიებში პირიქით გამოცდილება ფასობს. ეხლა თქვენს მიერ წაყვანილი გადაცემა, პირდაპირ გეუბნებით თქვენს მიერ. და აი, გუშინ წინ მოსული მე პირობითად ვამბობ, თანამშრომლის ჯერ გამოუცდელი საყვანილი გადაცემა ერთი და იგივე ხომ ვერ იქნება, ხომ? იგივე არის პოლიტიკური პარტია. რატო გაუკვირდა ეხლა მაგალითად პეტრე ცისკარიშვილისა და კობა ნაყოფიას პოლიტიკური თანამდებობების დაკავება ადამიანებს. ახლა იქნება წარმოდგენილი გენერალურ სამდივნოში გუნდი და თქვენ დაინახავთ ამ კომპაქტური გუნდი, სადაც ბევრი ახალი პარტიაში შემოერთებული ადამიანი დაიკავებს მართლ რგოლს და მართლობაში ამ პარტიისას ჩაერთვებიან. და მინდა დიახ საზოგადოებამ გაიცნოს ბევრი ის ახალი ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში თავს იკავებდა ნაციონალურ მოძრაობასთან ასოცირებას, მაგრამ დღეს არიან ღირსეული წევრები, მეტიც დეპუტატები გახდნენ, მათ შორის საკრებულოში ახლა დაიკავებენ პარტიის მმართველობაში. აი ეს შემაფერხებელი ფაქტორები მოდის. და არა მარტო ისე, მეც ვიკავებდი, იყო პერიოდი, ხო? მაგრამ თქვენ კარგახანია ხო უკვე ნაციონალურ მოძრაობაში და ვინც აქამდე იკავებდა იმისთვის რა ბარიერი მოიწა? არაფერი, ბარიერი მნიშვნელოვნად შეიცვალა შიგ თავში პირდაპირ გეუბნებით, ანუ შეცვლილია დრამატულად და თუ კი არ არის შეცვლილი და მოსახლეობის ნაწილს ჯერა რომ ის პარტია არ არის რომელშიც მე მინდა ან გაწევრიანება, ან აქტიურად პროცესებში მათთან ერთად ჩართვა, ესე იგი ჩვენ თავზე და ამას გულისხმობ, მეტი გვაქვს სამუშაო, კიდევ უფრო მჭიდრო და მყარი ურთიერთობა დასამყარებელი საზოგადოებასთან. თქვენ ახლა არ უნდა გაგიკვირდეთ, იცით, აი პირდაპირ გეუბნებით, ბევრისთვის, დიანა, ბევრისთვის, სიმართლეა, ბევრისთვის, ხო? დღესაც კი დიდი სხვაობა არ არის ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, და ხელისუფლება არის კვეთა ჩამოყალიბებული რეჟიმი, მეტი არაფერი. მეტი მუშაობა და რაც გულისხმობ ამ მუშაობაში. პრაქტიკულად და მე ვფიქრობ ეს არის მთავარი ისი გაკეთებაც მინდა, აი რა რეჟიმში საარჩევნო კამპანიაში მუშაობს პოლიტიკური პარტია ხოლმე და უკანასკნელ 4 3 თვეში გააქტიურდებიან ხოლმე და ვაქტიურდებოდით, ეს არის სიმართლე, არჩევნებამდე ცხოვრობდით ჩვენ ოპოზიციურ სპექტრზე და სახელმწიფო პარტია ხო? კი ბატონო. სახელმწიფო პარტიაც უბრალოდ როგორც ხელისუფლებას მეტი საშუალება აქვს. ნამდვილად არ არის ის რომ მაღალ შედეგზე გაგიყვანოს. ახლა გვინდა და დაინახავთ და თუ კი ვერ დაინახავთ, მაშინ შემდეგ გადაცემაში როდესაც მოვალ და ამაზე გეუბნები, დაინახავთ ერთ კვირაში მაქსიმუმ ერთ კვირაში დაინახავთ, რომ სხვა რეესტრზე დაინახავთ პარტია. არა, პარტია გააქტიურდა და სხვანაირად მუშაობს. კამპანიურ რეჟიმშია. და მნიშვნელოვანია, რომ პარტია ასე იბრძოდეს და ასე მუშაობდეს. ვერი ზამთრისი გაკეთება ასე მუშაობდეს. ორ კვირაში ან ორ თვეში მოხდა. ეს უნდა გააგრძელდეს, ახლა მე გეუბნებით, მალევე ვიწყებთ. და გააგრძელდეს ასეთი ინტენსიური მუშაობა და ეს ინტენსიური ახლებური მიდგომა საქმისადმი მოიტანს ვადამდელ არჩევნებს, ძალიან გამიხარდება და დარწმუნებული ძალიან გაუხარდება დიდ ნაწილს ამ ქვეყნის მოსახლეობისა. მაგრამ მოიტანს რიგით არჩევნებს პირობითად უნდა ვემზადოთ. როგორც რიგი გარეშე არჩევნებისთვის პარტია უნდა ემზადოს, ასევე რიგითი არჩევნების მაგრამ შეიძლება მოიყვანოს რიგ გარეშე. მოდი ჯერ კითხავ. ნიკაშ, თქვენ ახლა ხართ პარტიის მშენებლობით დაკავებული. ამ პარტიისთვის თქვენ ხართ საუკეთესო საშუალება ღიად გეტყვით გაფართოებისთვის, მაგრამ მისი ძირითადი რესურსისთვის, მხარდამჭერებისთვის
თავარი ფაქტორი არის სააკაშვილი. შეიძლება ისინი ფიქრობენ ახლა ამ ეკრანებთან, გისმენენ და ნიკა რა დროს პარტიის მშენებლობა ლიდერი ყავს ციხეში. აი ამ ადამიანებს რა სეტყვით თქვენ, რომ ახლა თავარი ამოცანა არის მიხეილ სააკაშვილის გამოხსნა ციხიდან და სააკაშვილის თავარი გზავნილი არის გაზაფხულზევე ვადამდელი არჩევნები. ასე არ მოდის მესმის, მაგრამ აი რას უპასუხებთ სკეპტიკოსებს? ერთიც თავის ქების გარეშე, მაგრამ თავდადლობის გარეშეც. ძალიან აქტიურად ვარ კომუნიკაციაში პარტიის ყველა აქტიურ წევრთან. დღესაც მქონდა შესაძლებლობა სასამართლო ეზოში და გამოვიყენე ეს შესაძლებლობა მათთან კომუნიკაციის და ეხლა რასაც მე აქ ვყვები. წლების განმავლობაში აქტიურ წევრებს ოდესაც ვუზიარებ. თქვენ წარმოვიდგინეთ, მე ჯერჯერობით ადამიანი არ შეხვედრია, ვინც ამბობს, რომ ეს არის წარუმატებელი გეგმა. ზუსტად ისა რაც გვჭირდება. წელი გულით გეუბნებით ამას. ვინ თუ არა აქტიურმა ჩვენმა პარტიის წევრმა იცის რა სჭირდება პარტიას და მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, რატომ მიხეილ სააკაშვილის საკითხი ჩვენთვის ცენტრალური საკითხი რჩება, იქნება და პოლიტიკას თავი დავანებოთ, როგორც ადამიანი, მისი კეთილსურველი, როგორც იმ პარტიის თავმჯდომარე, რომელიც ამ ადამიანმა დააფუძნა და ბევრი რამ გაუკეთებია ამ ქვეყნისთვის, ხო? მიმაჩნია, რომ ისტორიულ სამართლობას ვაწყდებით ახლა და ადამიანურად პოლიტიკურად თავი დავანებოთ, ადამიანურად ვალდებული ყველაფერი გავაკეთო იმისათვის, რომ პოლიტიკური მართლმსაჯულება ამ ქვეყანაში მისი დასრულება ჰორიზონტზე მაინც გამოვაჩინო. მე რწმუნე დღეს ვიდრე გავიმეორე თქვენი სებართვით. რომ არსებობდეს ელემენტარული ნდობა მაინც სასამართლო სახელმწიფო შტოს მიმართ, არც მიხეილ სააკაშვილი, არც მე და არც ერთი ნაციონალური მოძრაობის აქტივისტის და არ მიყავს ეს ვიტყვი, ამ დიდი ოჯახის, ისტორიული ოჯახის ღირსეული წევრი არც კი გააკრიტიკებდა სასამართლოს და რუდუნებით შვიდად დაველოდებოდით სასამართლო ვერდიქტს, რომ ჯეროდეს ოდენავ მაინც, რომ იქ შეიძლება მართლა ვინმე მოდესმე ამ რეჟიმის პირობებში იპოვოს სიმართლე და სამართალი. ეს საერთოდ არ ნიშნავს და მეც მაგიზიანტები ხომ, როდესაც ვარენდობით სასამართლოს ეს ცალკე თემა. აი ვინ ენდობა რო? პირდაპირ გეუბნებით, ვინ ენდობა? რომელი საერთაშორისო ვინ ენდობა? რომელი საერთაშორისო ჩვენი არასანდო უხარისხო სასამართლო. ეს პრობლემა, დიახაც, ამიტომ ეს გზა, რომელიც შეუძლებელია შენ წარმატებას მიაღწიო და იყო მაგალითად გარედან სასახლე და შიგნიდან საკათმე. ხო ანდაზარი ასეთ ქართულ შეუძლებელი ინფრასტრუქტურულად არ განვითარდე, ხედები და სტრატეგიული მიდგომები დრამატულად არ შეცვალო და არ მიიტანო ეს ყველაფერი საზოგადოებამდე და შენ კონდეს წარმატების იმედი. როდესაც შენ სხვადასხვა ეტაპზე განვითარების გადადიხარ და მოკავშირეებს იმატებდიანა, განყალბების მექანიზმები იფლითება და იკუმშება, იმიტომ რომ ატმოსფერო საზოგადოებაში იცვლება და მერწმუნეთ, არჩევნების გაყალბებას გამბედაობა ჭირდება, იმიტომ რომ ეს ადამიანები დანაშაულზე მიდიან. მაგრამ როგორც ჩანს იმ სოფლებში, იმ რაიონებში განცდა აქ წინასწარი, რომ იცი რა, მე რა მოდი რომ გავაყალბო, გამივა, იმიტომ რომ პრინციპში ძალიან დიდი უპირატესობა ოპოზიციას არ არის. იმდენი ამორჩეველი უნდა გყავდეთ. არა მარტო ამორჩეველი, 2012 წელსაც გაყალბდა არჩევნები, მაგრამ ოპოზიციის მხარეს იმდენი იყო, ეს თქვა, იმდენი მხარდამჭერი ყავდა, რომ გადატეხა. ანუ იმ ტიპის გაფართოებაზე არის აქცენტი ახლა, რომ სახელმწიფო გაყალბების რესურსიც გადატეხოს. პირდაპირ გეუბნებით, ასე მე მინდა შევიტანო, ვეღარ ყალბდება თქვენი სიტუაცია. 8 წელიწადია ვარ ამ პოლიტიკურ გარეთებაში და ამით ვამაყობ. და მე სანამ ხედავ და მეძლევა შესაძლებლობა რეფორმირების არანაირი ხელშეშლა არ მაქვს. და პირდაპირ გეუბნებით, მე რომ ვერ ხედავდი შანსს განვითარების და ამ ქვეყნისთვის ამ პლატფორმიდან სიკეთის მოტანის შანსსაც რო ვერ ხედავდი, სხვა გვარად მოვიქცეოდი. პირდაპირ გეუბნებით, მაგრამ ხედავ, რომ ნაციონალურ მოძრაობას აკისრია ვებერთელა ისტორიული მისია. ნიკა, ახლა კონკრეტულად კითხეთ, აი იმ ადამიანს, აი გისმენთ, ახლა ვიღაც აქაც წერეს სხვათა შორის, როგორც ჩანს ნაციონალურ მოძრაობის, ეს თქვით მხარდამჭერები. ნაციონალურ გეუბნებით, ერთი წუთი ბათუმებით. პარტიის წევრი კი არის, მხარდამჭერები, განსხვავებული ადამიანები. მე ვცდილობ, რომ მათ მიდგომაშიც ვცდილობ ჩემი ანუ კეთილი მიდგომებით, ზრუნველი მიდგომებით ავუხსნა და არ მომწონს, როდესაც მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს არ დააკავებენ. და ვიღაცა გამოვა თითქოს შენი გუნდის წევრი და აკრიტიკებს და აბრალებს შეკრულებას ქართულ ოცნებასთან. მე მიმაჩნია სოციალისტებს გადახედავდით გუშინ ალბათ, ხო? ეს არის ტრაგედია ჩემთვის. ასეთი როდესაც ნაციონალურ მოძრაობას ყავს ასეთი ამორჩეველი, ვიღაც გინდათ პარტიის. ასეთი ამორჩეველი აბრკოლებს
ბევრ აქტიური ადამიანი, რომელიც დიდწილად საქართველოშიც არ არის, სხვა პოტენციურ ამორჩევას, რომ გააქტიურდეს ჩვენი გუნდის ფარგლებში. ესე იგი, არიან ოპოზიციაში თურმე ადამიანები, რომელსაც ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე მიაჩნიათ შეკლულ ადამიანად პირობითად, თუ ეს ხო ცდილობენ ხო 10 ადამიანი როდესაც უნდა განაზოგადო, ხო? ვალდებული ვარ ამაზე ველაპარაკო და მქონია დღესაც კი მქონდა საუბარი. არ არის ჩემო კარგო ასე. დიახაც საჭიროა სწორი მგზავნილებით ვესაუბრო. მე ხა რაიონ რო დავდიო და დაწყებული მაქვს ეს პროცესი. მხოლოდ უცხო ადამიანებს კი არ ვეკონტაქტები. მე ვალდებული ვარ რომ ჩვენ იქ დასაყდნენ ძალას ვესაუბრო, მათ თავის მხრივ სწორი მესიჯები გზავნილები შეიტანონ რაიონებში. თქვენ ეს დღეები რამდენიმე ინტერვიუ მიეცით, როგორც ჩანს თავად ჩათვალეთ საჭიროდ ძალიან აქტიური იყავით რადიო თავისუფლებაში, ნეტგად, რაღაც აქტიური იყავით, რომ აგეხსნათ რა ტიპის ცვლილებებთან გაქვთ საქმე. ეს ვთქვათ, თქვენ ასევე დასაკარგი არ არის დიან პირდაპირ ქვეყანას არ აქვს, არ შეიძლება ამ ქვეყანაში მუდმივად პროცესები გავდეს ციყვი ბორბალში. შეუძლებელი ერთი და იგივე წრეზე მივდიოდეთ. მევაკრიტიკებ ამისთვის ოპოზიციას. არ არის საჭირო ციყვი ბორბალში. შესაძლებლობა და მინდა რომ მაქსიმალურად მოახდინო ამ შესაძლებლობას. თქვენ ამბობთ რომ არანაირ კონკრეტულ თარიღებზე ჩამოკიდება არხივს. რომ პოლიტიკური პროცესი თავად მოიტანს. ეთანხმებით, ხალხმა თავად უნდა გიკარნახოს ხანდახან რა შეიძლება გააკეთო. მაგრამ აი გეუბნებით რომ თქვენ არ ხართ მხოლოდ ხომ ნაციონალური მოძრაობა, თქვენ თავად ამბობთ რომ მიხეილ სააკაშვილის როლი ამ პარტიაში, ამ პარტიისთვის არის განუზომელი. ეს იმას ხო არ ნიშნავს რომ ყველაფერში შევთანხმდებით ამ არა, რა თქმა უნდა არ ნიშნავს, მაგრამ აი ამაში თუ თანხმდებით გეკითხებით. ის ამბობს რომ გაზაფხულზევე რაღაც კონკრეტული გზავნილები. ნაციონალური მოძრაობა ზეთი სამწუხაროა ძალიან რომ მე არ მეძება შესაძლებლობა მიშასთან შესვლის სამწუხაროა. არ მეკუთვნის ვინაიდან არ ვარ დეპუტატი და ეხა თქვენ გონიათ ეხა სხვა რა გზით შეიძლება იქ მოვხდე. მე ესე ვთქვი შევიპარები, რა ვიცი, არ მგონია. ამიტომ მე ვფიქრობ რომ მიხეილ სააკაშვილის დანარჩენ ოპოზიციოდან ჩემთვის ოპოზიცია დღეს ვინა იცით? ვიდრე გონიათ ყველა ის ადამიანი, ვისაც ცვლილებები სჭირდება. ყველა ის ადამიანი, ვისაც ცვლილებები სურს არის ოპოზიცია ჩემთვის. და გამომარჯოს ყველა ადამიანს, იმიტომ რომ ობიექტურად აფასებენ ამ რეალობას. მაგრამ დიდ მასშტაბურ აქციებამდე პოლიტიკური პროცესებით უნდა მივიდეთ. ეს არის ჩემი კვეთა ჩამოყალიბებული პოზიცია. ახლა ჩამოყალიბდით, იმიტომ რომ თქვენ თავად იყავით რაღაც კონკრეტულ თარიღებზე, თქვენ საუბრობდით არდანებებაზე, ბრძოლის ბოლომდე. შევცვალე იგივე საუბრობ, ეხლა დავნებდით, რაც არა, არდანებდით, მაგრამ მიხვდით რომ რაღაც კონკრეტულ თარიღებზე ჩამოკიდება არ მასშტაბური აქცია, თქვენ მასშტაბური აქცია თქვით, ხო? რაღაც პროცესის დაწყება და კალენდარულ დღეს თქვათ, არა, უამრავი აქტივობები ექნება. პოლიტიკურ პარტიაზე დაინახავთ დაახლოებით მაქსიმუმ ერთ კვირაში და მაყურებელს დარწმუნდებოდა ეს განრძობადი იქნება. და ამ პროცესში რა შედეგს მოვიტანთ და რა შედეგს მოიტანს დემოკრატიული ოპოზიციური ძალებიც დარწმუნებულია ყველა აკვებიან ჩვენ აკვები მათ. იცით რა არის ნიშნავანი ასევე მუშაობა არის ახლა თქვენი ნიშნავანი ასევე პატარა მომცრო პარტიებს განცდა ქონდეს რომ ჩვენ ვართ ოსტორი პარტნიორები. აქაც სამუშაო გვაქვს და თუ პერიოდში მიწევს პარტიის თავმჯდომარეობა და ჩვენ მეგობრებს თუ როდესაც პარტიის წინაშე დგარი ამოცანებია გადასაწყვეტია გასაზრდელი არის მხარდაჭერა. მეორე მხრივ მიხეილ სააკაშვილი ამ პარტიის დამფუძნებელი არის ციხეში ტყვეობაში და მესამე მხრივ ვერ მხედავ მრავალფეროვნების გარეშე ამ ქვეყნის გამარჯვებას და წინსვლას და აუცილებლობიდან გამომდინარე ვარ ვალდებული, იმიტომ რომ ხედვაც ასეთი მაქვს და პრაგმატულობაც ამას ვკარნახობს, რომ ვიყო ჭიდრო ურთიერთობაში კოალიციურ მოძრაობასთან, ხო, კოალიციურ რაც ვითანამშრომლო პარტიებთან. ამიტომ ეხა პოლიტიკური პროცესებიდან გამომდინარე გახდება საჭიროება მასშტაბური აქციების ამა თუ იმ დროში და სივრცეში ჩატარების. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვადასხვა აქტივობები პარტიას არ ექნება. 5-9 დეპუტატი ყავს საკრებულოში, ანუ ადგილობრივ დონეზე ნაციონალურ მოძრაობაზე დიდწილად გამოიწვია თქონდა პროპორციული წილის ზრდამ. 5-9 ერთი არ მიაყავს დეპუტაციის ეროვნულ დონეზე ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებს გულისხმობ ნაციონალურ მოძრაობას, ხო? ყველა მათგანი ძალიან მალე გახდება აქტიური და არა პროაქტიური, ანუ რაღაცას რომ მოაყოლოს თავის აქტიურობას, არა, აქტიურები გახდებიან. დიახაც, მე მინდა
არის პრობლემები სხვადასხვა საკრებულოში და ჩემს იქაურთან, მებრძოლებთან ერთად, კასპელებთან ერთად, ზუგდიდებთან ერთად, ქუთაისებთან ერთად ადგილობრივი პრობლემებშიც გავხდე გარკვეული და ბატონ გომელაურზე, გომელაურებზე, ღარიბაშვილებზე და კობახიძეებზე არ მიწევდეს 24 საათი საუბარი. იმიტომ რომ მეც ხო ზოგჯერ მაყურებლის ამპლუაში ხო ვარ, გისმენთ ხოლმე. ხან ტელეფონით ხან და სხვადასხვა ჩემი ეთერისთვისაც ხო რაღაც ამიკითხავს მე და რაღაცა არ მომწონებია, იცი და მეგობრების გამოსვლაც არ მომწონებია. არ ვესაუბრებით საზოგადოების ნიშნულოვან ნაწილს ბოლო თვეების განმავლობაში. და ვესაუბრებით როდის? აქტიურად. საარჩევნო კამპანიაში იცოცხლოთ, კი ბატონო. და მაგას ვამბობ, რომ კარგია პრობლემებს. კი ბატონო. პრობლემა არ არის, ეს არის გამოსავალი ტყეების და გამოსავალი არის მუშაობა მუდმივი ყველგან. ჩემი აზრით. და არა დღესვე დავამთავრებ, მაშინ როცა ვერ ამთავრებ. კი და ვითხა დღესვე დავამთავრებ. მუდმივად არის ოპოზიციური ლიდერები ხარი გაზაფხულზე მარტში დავჯდებით, არავდგებით. ამაზე დისკუსია მიმდინარეობს ახლა. თუ კი რამეში ზოგჯერ გრძნობთ ხოლმე შეურაცხყოფილად თავს ჩვენთან პარტიაში, როდესაც მედიის წარმომადგენლებისგანაც ნებსი თუ უნებლიეთ რაღაცა პარალელების გავლება ხდება ქართულ ოცნებასა და ნაციონალ-მოძრაობის პარტიული მმართველობის სტილებს შორის. დრამატულად განსხვავებულია და თუ ეს არ არის გაგებული საზოგადოებაში, რომ ეს ასე არ არის, ეს მაშინ ჩვენი პრობლემა ყოფილა. კი ბატონო, მე მაქვს თქვენთან ასეთი თვითყოფადობა პარტიაში ლიდერები ძალიან მნიშვნელოვანია, ხახტო. პირდაპირ გეუბნებით, უმნიშვნელოვანესი, იმიტომ ეს არ იმალება. არ იმალება, ბევრად წინ უნდა ვიყოთ ყველა თვალსაზრისით ქართული ოცნების პოლიტიკურ ეგრეთ წოდებულ ხელმძღვანელობაზე მორალური თვალსაზრისითაც, ზნეობრივი თვალსაზრისითაც, პროფესიონალიზმითაც, კვალიფიკაციითაც და რა ვიცი, ადამიანურობითაც და ეხლა თუ კი ვინმეს უნდა რომ წარმოაჩინოს რომ ქართული ოცნება და ნაციონალური მოძრაობა ერთი და იგივეა და განსაკუთრებით დღევანდელი ნაციონალური მოძრაობა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის რომ არც ესეთი ადამიანი არ დარჩეს. კი ბატონო, ნიკა, თანმიმდევრულობა არის პრობლემა და რატომ გეუბნებით? ან თუ ხარ ბოიკოტში, ხარ ბოლომდე ბოიკოტში. თუ მუშაობ სადმე, მუშაობ. აი რა, თქვენი პარტიის წევრი რომან გოცირიძე წერს სოციალურ ქსელში, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ უნდა დაიწყოს აქტიური საპარლამენტო საქმიანობა, ან დატოვოს პარლამენტი, იმიტომ რომ ორივე ერთად არ ხდება. აი და ლაშა ბუღაძე, რომელიც ოპოზიციის ძალიან აქტიური მხარდამჭერია და თავად ძალიან კრიტიკული და ცვლილებების მომხრე. დღეს იყო დახურულ კარს მიღმა განხილვა აი ამ მნიშვნელოვანი შეხვედრების, რომელიც ჟენევაში და ბრიუსელში იმართება ნატო რუსეთის და ასე შემდეგ და ამ თემებზე საქართველოს რა პერსპექტივა აქვს, იყო დახურულ კარს მიღმა ოპოზიციასთან შეხვედრა და ბუღაძე წერს, სად არის ამ დახურულ კარს მიღმა ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია. მხოლოდ რამდენიმე ოპოზიციონერი რატომ ზის დარბაზში. ამ თემებზე მნიშვნელოვანი დღეს არაფერია საქართველოსთვის და სხვათა შორის იგივე ლაშა ბუღაძე ინგა გრიგოლიას ეთერში ამბობდა, რომ ხალხო კი არ შეასკდეთ და შეაკუდეთ. ვიდით და შეკითხვა დასვით. აი, ამიტომ პარლამენტში ვიღარ ვიცი, დახურულ კარს მიღმა. პოლიტიკური მადლობა შეკითხვის. პოლიტიკური პროცესი არის ცოცხალი პროცესი და შედგება ეტაპებისგან და დამოკიდებულებაც პრობლემებისადმი გეცვლება. პირდაპირ გეუბნებით. გეცვლება ხო დროშა და სივრცეში შენ ვითარება კარნახობს რომ მოიქცეს სხვაგვარად თუნდაც ისე რასაც არ ფიქრობდი რამდენიმე თვით ადრეც. ახლა შეღა პარლამენტს. მე ვფიქრობ რომ თუ ჩვენ იქ შევდივართ საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად და ამ მიმართულებითაც ჩვენ მქონდა განსხვავებული პოზიცია ოპოზიციური პარტიების მათ შორის მე პირადად საარჩევნო ასე ვთქვათ, გალავანებული კამპანია იყო და მახსოვს რა ტყული რატომ უნდა ვთქვა, მე ვიყავი პირადად წინააღმდეგი, რომ მაშინ ჩვენ საპარლამენტო საქმიანობაში კომისიის შექმნისთვის ხელი შეგვეწყო. თვალწები ლილუაშვილთან დაკავშირებული კომისია იყო, ანუ უკანონო მოსმენებს დიახაც. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ დღეს არ გადავხედოთ ჩვენს გადაწყვეტილება, რომელიც მოემსახურება საზოგადოების ინტერესს და მე ახლა ასე ვთვლი, რომ თუ კი პარლამენტში ნაციონალურ მოძრაობა შევა კომისიების შესაქმნელად, ეხლა მართლაც შეიძლება ღრმად არასწორად, თუ კი იქნება რამე არათანმიმდევრული, იქნება რომ შეხვიდებ მხოლოდ და მხოლოდ კომისიის შესაქმნელად და ამის შემდეგ იქ ეხლა იმუშაო თქვენ ნახევარი ორი თვე და მე ისე გამოხვიდე. არა, უნდა შეხვიდე და ამიტომ მე მგონია, არა, ხო, ჩემს გადაწყვეტილებას ახლა კონკრეტულს ჩვენ ფრაქცია ჯერ არ შევკრებილ ვართ, მე იცით რომ არა ვარ ახლა ფიზიკურად. ვიცი. იქ მაგრამ ნუ ფრაქციას და ვაპირებ შეხვედრას, მე ხატე დეკანოზე ჩვენი მეგობრები იქ იქნება ზალიკო პარლამენტში მუშაობის გაგრძელების მომენტი. ჩვენი ლიდერები იქნება ხატე დეკანოზე, ზალიკო დუმაში და სხვები აკომინაშვილი, დიახაც. უნდა
ვიბრძოლოთ დავითვისოთ ყველა ბრძოლის არენა და ასპარეზი და ფრონტი და რაც გინდა დავარქვათ. როგორც თვითმმართველობა ჯერთ აი ისიც გამიგია ხა როგორ კაინახეთ განსხვავებული პოზიციები როგორ არ არსებობს მათ შორის თქვენ თავარი მეინსტრიმული პარტია რომელიც იღებს აი ამ გაყალბებულ არჩევნებშიც კი 540,000 ხმას როგორ შეიძლება ყველა იყოს ერთ აზრზე იქ არიან ადამიანები ვინც თვლის რომ საკრებულოები დატოვოს ანუ 509 დეპუტატი არ უნდა ყავდეს პარტია ნაციონალურ მოძრაობას ყველა მარიცის როგორც კი ამას გააკეთებ შენ რეალურად პარტია აღარ გექნებ ეს არის თავარი პირველი ორგანიზაციები თავარი დასაყრდენი სადაუხსნა ეს იმის ბრალი ხომ არ არის რომ თასაკრებულოში ხარ თან პარლამენტში ბოიკოტში ხარ როცა ეს იქნება რაღაც მეინსტრიმულად ასევე ჩამოყალიბებული გეგმა რომ პარტია დაუშავოთ ყველა ეს არ გამოიწვევს შეიძლება სწორხაზოვნად მიიღო გადაწყვეტილება რომელიც აღარ უნდა შეცვალო ხო რატო ამბობთ რომ ეხა მივიღოთ გადაწყვეტილება პოლიტიკურ პროცესში და აღარ შევცვალოთ მე გეუბნებით რომ ასაკენიდან ისე მაგრამ ერთი რამქენით ყველა არენა გასაგებია მადლობა ყველა გულშემატკივარს ლაშა ბუღაძე ახსენეთ დიდი მადლობა მას დიდი მადლობა ისიც ოპოზიციონერი ისიც ოპოზიცია ჩემთვის ისიც ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარეა ისიც ყველა ადამიანი თქვენს ოპოზიციონერი ხართ მე მგონი იმიტომ რომ არა სულილებების მოსურნე ვინც არის ჩემთვის ყველა არის ოპოზიცია კი ვარ ნამდვილად სულილებების მოსურნე და ძალიან კრიტიკული ხელისუფლების მიმართაც და ოპოზიციის ეს ჩემი ბაზარში აგრარულ ბაზარში ვიყავით ჩემი თვალით რომ არ მენახა ეხა ბოლოს ანუ ზუგდიდის იმ ცნობილ აგრარულ ბაზარში შეცვალა ყველაფერზე ვინტერესდებოდი მაქსიმალურად რა პროდუქტზე არის ფასი გაზრდილი და გავიმეორე თქვენ ესეთი ხო შეიძლება და როდესაც რამდენიმე ყასაბს მიუახლოვდი ანუ სადაც ხორცს ყიდნენ აი დავინტერესდი ხორცზე რამდენად არის გაძვირებული ფასი თუ ზუგდიდში ვკითხულობ ამას და აღმოაჩინე რომ ხორცი ერთ-ერთი პროდუქტია რომელიც არ გაძვირებულა და ხორცზე გამიკვირდა და რატო არ გაძვირდა მეტი მოთხოვნა არ არისო მოთხოვნა ანუ არა მიმყიდველი არ ყავს და სურვილი იცოცხლე რატო შეიძლება ხა ზუგდიდეს არ აქვს სურვილი ხორცი ჭამოს წარმოვიდგინეთ 14%-ით ფასები არის გაზრდილი. პენსიები თუ გავზარდეთ და სინამდვილეში სკიდულურობა შემცირდა და ის კანონი პენსიის შესახებ რაც მიიღეს და ჩაწერეს, რომ თითქოს პენსიონერებს უთხრეს რამდენიმე წლის წინ, მე მგონი კვირიკაშვილი იყო, თუ არ ვიცი ვინც იყო, ღარიბაშვილი, რა უთხრა საზოგადოებას, ხო გახსოვთ, რომ ჩვენ კანონში პენსიის შესახებ წერთ შემდეგ ჩანაწერს. პენსია გაიზრდება პენსიონერებს იმის მიხედვით, რა პროცენტული მაჩვენებელი იქნება ინფლაციისო და როდესაც პარლამენტში ახლა შეიტანეს პენსიის ზრდაზე ხო მოთხოვნა 20 ლარით მოითხოვნეს გაზრდა იმიტომ რომ 8%-იანი იყო ფასების ზრდა მაგრამ სანამ გაიზარდა პენსია იანვარში ახლა ინფლაცია იყო 14% და არა 8%-ით სინამდვილეში თუ მართლა გულწრფელად უნდათ აი ამ ყველაფერს აღსრულება რაც ამ კანონში ჩაწერეს 20 ლარით კი არ უნდა გაეზარდათ პენსია 31 ლარით უნდა გაეზარდათ იმიტომ რომ ინფლაცია ანუ ფასების ზრდა იმაზე მაღალია ვიდრე თქვენი ხმა უნდა ყოფილიყო თქვენი გუნდის ხმა ამისთვის პარლამენტში. ხმა ჩვენი ხმა ყველგან არის. შეხვალთ პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის. მოგიპასუხეთ დიანა. აი ვერ მივხვდი. ამ მიმართულებით ვიმუშავებთ თქვი ფრაქციაში შემოწმებით აქტიურად. არა. ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობთ და ახლოს ვართ ამ გადაწყვეტილების მიღებასთან. ახლოს ხართ ამ გადაწყვეტილებას? რომ შეხვალთ მხოლოდ სააკაშვილის საგამოძიებო კომისიის თუ ასევე იქ 5 ივლისის კომისია გაქვთ პოზიცია რომ დაუჭერთ მხარს? რა თქმა უნდა და აქვე ვთქვი მხოლოდ ამ საქმიანობისთვის შესვლა და მე კვლავ გამოსვლა ღმერთ მართლა შეიძლება არასერიოზული თუ კი რამე შეიძლება აღმოჩნდეს ეს აღმოჩნდება არასერიოზული მაგრამ ეს არ არის საკმარისი მხოლოდ ამ მიმართულებითაც და სხვადასხვა ბევრი ახალი მიმართულებითაც რომლისთვისაც ჩვენ ვემზადებით და საზოგადოება დაინახავს ვაპირებთ კონკრეტული კი გეუბნებით იქნება საჭყუბარი ვიჭყუბებთ იქნება და მიტინგი ჩასატარებელი ჩავატარებთ იქნება აქცია მანიფესტაცია დემონსტრაცია მაგრამ თემატურად ის რაც არ გაგვიკეთებია არასაარჩევნო პერიოდში ვილაპარაკებთ ბევრს საზოგადოებასთან ჭიდროდ პირადად ტეტ-ა-ტეტ ეთერების მეშვეობით და სხვადასხვა ფორმატებში იქნება რეალურად პარტია გადასული აქტიურ რეჟიმში კამპანიურ რეჟიმში გინდა და საკუთარი ამორჩევლის მაჯაზე ხელის დადებით არა იცით რა გეუბნებით ამორჩეველი ნაციონალურ მოძრაობას მიმოქცევა ხდება ესე არ არის რომ ერთმა ერთხელ მოქცეს 45000 ამორჩევება და იგივე 500000 ამორჩეველი გაძლევს ვიღაცა მიდის
ვიღაცა მოდის, ჩვენ გვინდა რომ ბევრი ადამიანი შემოვიმატოს და ცოტა დაგტოვოს. ბოლო კითხვა მაქვს საკრებულოებთან დაკავშირებით არის პრობლემები, იმიტომ რომ ვერ იკრიბებს საკრებულოს თავმჯდომარე სხვადასხვა რაიონებში არის რაღაც ტიპის შეთანხმება, ვთქვათ, თქვენსა და გახარიებს შორის პარტია საქართველოსთვის, მაგრამ ვერ მიდის. ეს ბატონი გახარია პედაგოგიუნები, ძალიან უცნაურად იქცევა. ადამიანს თორეს მინდა დაგიცან, ვერაფერი ვერ გავიგე, ვერც თავი ვერც. მაგის ვერაფერი ვერ გაიგეთ? არა, მისი პარტიის დამოკიდებულების ვერაფერი ვერ გავიგეთ. ამ წუთის მდგომარეობით გამოვიდეს იქნებ და კონკრეტულად გასცეს პასუხი წალენჯიხელებს, რუსთაველებს, სენაკელებს და ზუგდიდელებს. მაგალითისთვის წალენჯიხაში ოპოზიციამ ჯამურად აიღო 66%. 34% აიღო მხოლოდ ქართულმა ოცნებამ. და რა პოზიცია აქვს იცით დღეს ბატონ გახარიის? არა, რომ ამბობს შემდეგ რაღაცა. ბიუჯეტი არ დამტკიცებულა წალენჯიხელებისთვის და წალენჯიხე იცით არის ერთ-ერთი რაიონი, სადაც მერი ვიყოს, ხო? და ამბობენ რომ ჩვენ მოგვანიჭა თითქოსო ამორჩეველმა აქვს დამბალანსებლის როლი და იცით პოზიციები ქართულმა ოცნებამ და ნაციონალურ მოძრაობამ ჩვენ მოდით ერთად გავიყოთოთ. ეხლა ვაპატიეთ ჩვენ იქ ადგილობრივ დონეზე ხელისუფლებაში მოსვლა იმისთვის კი არ სჭირდება რომ კონკრეტულად რამდენიმე ადამიანი დაждდეს სავარძეში, სჭირდება რომ ქართულმა ოცნებამ კორუფციული სქემები აღარ ხლართოს და მთელი ბიუროკრატია აღარ კონდეს მომგებული. იგივე საკეთებს ზუგდიდში, იგივე საკეთებს რუსთავში და იგივე საკეთებს სენაკში, მაგრამ რა არის განსხვავება, რა არის უცნაური? ჭყოროწყუში იგივე კი არ გააკეთა. ჭყოროწყუელებისგან განსხვავებით ხობს ესე იგი როგორც არც ვიცოდი ეს ბატონი ყოფილა წარმოშობით სოწოს და ბატონ გახარია ჭყოროწყუში არ ეთაკილებოდა ნაციონალურ მოძრაობასთან ასე თქვათ თანამშრომლობა და პოზიციები მხოლოდ გახარიას პარტიასა და ნაციონალურ მოძრაობასა და გახარიას პარტიის წარმომადგენლების შორის დაკომპლექტა რაც კარგია იმიტომ რომ ფულს ვეღარ იპარავენ როგორც მინიმუმ და მოქალაქეების საჭიროებებზე ზრუნავთ. ეხლა მთავარი უნდა იცოდე და ალბათ მოისმენს მათი ხარდაჭერის და ამორჩევლობის და მინდა უბრალოდ აი ზუგდიდებსაც, წალენჯიხელებსაც, სენაკელებსაც და რუსთაველებსაც აუხსნა. ეთაკილება ხო ნაციონალურ მოძრაობასა თამაშობს კიდევ გეტყვით. წალენჯიხაში, ჭყოროწყუში გახარიას პარტიის 3 დეპუტატი გადავიდა მეორე ტურში. მათ შორის იმ სოფლ არც ვიცი ეხლა ხალხს გავიგე, იმ სოფლში მისი მაჟორიტარი საიდანაც არის. და ნაციონალურ მოძრაობამ ღიად საჯაროდ დაუჭირა ხარი და 3-ვე გახდა დეპუტატი ნაციონალურ მოძრაობის ხემებით იგივე მოხდა წალენჯიხაში. თქვენ ოჯახ აშენებულებო თუ მისმენ ეხლა ბატონო გახარიას თუ მაშინ არ გეთაკელებოდა, როდესაც ჩვენი ადგილობრივი ლიდერები ღიად ხარს გიჭერდნენ და ჩვენი ამორჩევლების დახმარებით, აქტიური დახმარებით თქვენ გახდით საკრებულოს წევრები, რატომ არ ვცეთ პატივს ზუგდიდელებს, წალენჯიხელებს, რუსთაველებს და სენაკელებს? ვერ გავიგე. რატო ფერ ხდება ქართული ოცნების აი ამ 4 მუნიციპალიტეტში მაინც განაშაულებრივი სისტემის მსხრევა და ღრევა. კი ბატონო. როდესაც მანდატების უმრავლესობა ამორჩეველმა ადგილობრივმა მოსახლეობამ მიანიჭა მიუხედავად ძალადობისა ოპოზიციას. ეს არის და დასრულდა ჩვენი ბლოკი. ეს მიდგომა არ შეიცვალა ამ რაიონებში ჩვენ გვექნება ახალი არჩევნები. შეიძლება არ იყოს ცუდი. ახალი არჩევნები, როგორც წალენჯიხაში, ასევე ზუგდიდში, რუსთავში და სენაკში. კი ბატონო, მადლობა ნიკამელიას, როგორც მივხვდი რამდენიმე რამე რომ ახლოს ხართ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებასთან, ეს კონკრეტული თარიღებზე არ არის თქვენი ბრძოლა ჩამოკიდებული. ახლოს ვართ რეფორმირებასთან, რომელიც გულისხმობს საზოგადოებისთვის. კარგით, ნახოთ, ხალხმა უნდა ნახოს. ახსნას, რატომ ჩვენ და რატო არა ისინი. ეს არის. კი ბატონო. მადლობა ნიკამელიას, სარეკლამო პაუზა